უმნიშვნელოვანესი გამოცემა ქართული კინოს ისტორიით დაინტერესებულთათვის. ქართული კინოს წარსულიდან ასე ჰქვია პირველი ქართველი კინოპროდიუსერის გერმანე გოგიტიძის კინოგრაფიას, რომლის პრეზენტაციაც გუშინ კულტურის სამინისტროში შედგა. წიგნი აერთიანებს გოგიტიძის კრიტიკულ წერილებს, კინო მემუარებს და საარქივო მასალას, მათ შორის 19 ფოტოს. პრეზენტაციაზე გერმანე გოგიტიძის ორგანიზებით გადაღებული უნიკალური კინოქრონიკები აჩვენეს. გერმანე გოგიტიძე პირველი ქართული მხატვრული ფილმის ქრისტინეს პროდიუსერი გახლავთ. სულის ჩამდგმელი იყო კინოს ინსტიტუტიზაციის, პირველად ჩამოაყალიბა მან და სამწუხაროდ აქამდე მასზე არანაირი გამოცემა არ იყო და ეს გამოცემა ესე იგი აერთიანებს მის მემუარებს, გამოუქვეყნებელ მემუარებს, საარქივო მასალებს და კრიტიკულ წერილებს. ესეთი რთული ბიოგრაფია ჰქონდა, რომ როდესაც განსაბჭოდა საქართველო, მას შემდეგ გამოიყენეს მისი ცოდნა, გამოცდილება, მაგრამ შემდეგ ციმბირში უკრეს თავი და მე რა თქმა უნდა შეიცვალა მისი ცხოვრება, მაგრამ ამ წიგნში აწერილია მისი ბიოგრაფია და ყველაფერი ის თუ რას გაუკეთებია მას იმ პერიოდში, როცა ის მოღვაწეობდა კინოსფეროში.